აბა მეწავეთი დამიღამდა რა გეჩქარება წუხრის ზარი უკვე ჩამოყრეს ვერა ქმარი როგორ ყავს ისე ჩვენთან რატომ არ გამოივლის ხომ იცი როგორია იმის მერე რაც ძმებს მემკვიდრეობის გამო წაეშხუბა ეზოში აღარ გასულა კიბე ეზოში გამოაქვს ღობეზე გადაძვრება და კედელ დაცვა ნამდვილი მამაკაცია ქალიშვილთან როგორ არის ვერაპატია სწორად იქცევა როგორ გითხრა ძალიან ვიტანჯები ძალიან შვილი რომელიც მამას წინ აღუდგება შვილი კი არა მტერია რა ერთი ნუგეში გადამრჩა ლოს ალბათ მალე ეკლესიაშიც ვეღარ წავა სედველობა გამიფუჭდა დავბრმა ქუჩაში ბიჭები ქვებს დამიშედა ეს რაა კვიცია ჩავაკეტინე და წიხლებს ისვრის ლადანი ამოზე და გამოუშვით დასცხა ახალი ფაშატი უნდა მოუყვან დილით მოუყვან კარგი საქონელი გყავს ხო მაგრამ ძნელი მოსავლელია და ძვირი ჯდება სამაგიეროდ ასეთი საქონელი ახლო მახლოარცად მოიძებნა კიდე თაფლი ყველი არა გმადლობთ გული გამისდა ყველაფერი ორჯერ უნდა გამიმეორო გამოუშვით დილაზე იგორაოთ ფაშატები ჩაკეტეთ გამოუშვით ორად დალედა კედლები ღმერთო ჩემო რა ცხოვრება მაშტაცია და თავისას მოითხოვა მათალია დაი ურია დოქით ცივი წყალი მოუტანეთ დაჯექი და ელოდე ავგუსტიასის ქორწილი როდის იქნება? 3 დღის შემდეგ დაინიშნება. ხომ კმაყოფილი ხარ? ძალიან. ბეჭედი გაჩუქა? დიახ. აი ნახეთ. აი მარიჟაბნი დაიცოცხლე. ამაზე უარესი რა უნდა მოხდეს? ენა გააჩერე. სულაცია დამთავრდა. შვენიერია. 3 მარგალიტი.
ჩემს ქალიშვილობაში ამბობდნენ, მარგალიტი ცრემს ნიშნა. ახლა ყველაფერი შეიცვალა. მე კი მგონია, რომ არ შეცვლილა. ყველასაგან თავისი ნიშანი აქვს, რომელიც არ იცვლება. ჩვეულების მიხედვით, საცოლეს ბრილიანტის ბეჭედი უნდა აჩუქოს. ბრილიანტი უფრო მოუხდება. ბრილიანტები თუ მარგალიტები კაცი თავის ბედს თვითონ განაგებს. კაცი ბჭობდა ღმერთი იცინოდაო. აბა მიწავეთ. კიდევ შემოვივლი. ვნახავ ზითები როგორ მოიცადეთ. მოგრძანდით, როდესაც გენებოთ. ღმერთმა კარგად გამყოფოთ. ღმერთმა გაგრძელა. ვახშამი დამთავრებულია. შეიძლება ეზოში გავა. სუფთა ჰაერს შავი სუნთქავ და მუხლებში გავიშლები. მეც გამოყვები. მე არ დავიკარგები. მარტო კაცი ჭამაშია ბრალიაო. ანგუსტიას მე ხომ გითხარი მარტირიო შეურიგდი. გეხუმრა. უნდა აპატიო და დაივიწყო. ხომ იცით რომ არ უყვარვა? მე არავისვე კითხები ვინ უყვარს და ვინ არა. მე მინდა ჩემს სახლში მეგობრობა და სიმშვიდეს უფევდეს. გასაგებია? დიახ. ესე იგი, სალაპარაკოც არაფერია ხომ? მაინცაცა წახვალაკედა. ალბათ, ალბათ. უკვე გვიანა. წუხელ რომელ საათამდე ელაპარაკე? პირველის ნახევრამდე. როგორაა მისი საქმე? რაღაც დაბნეულია. მელაპარაკება თან თითქოს სხვა რამეზე ფიქრობს. როცა მეკითხები, რა დაგემართა მეთქი? კაცებს ჩვენი საძრუნავი გვაქვსო მეუბნება. შენც ნურაფერს ეკითხები. აი ცოლად რომ გაყვები, სულ ცოტა უნდა ილაპარაკო. უპასუხე, როდესაც შეგეკითხება. შეხედე, როდესაც შეგხედავს. და მაშინ ყველაფერი რიგზე იქნება. ასე მგონია რაღაცას მიმალავს. ნუ გამოიძიებ. და რაც მთავარია ცრემლია რაჩვენო. ბედნიერი უნდა ვიყო თითქოს. ბედნიერებას კი ვერ ავგრძნობ. არაფერია. ხანდახან უყურებ პეპეს განჭრის ბადიდან. დიდხანს უყურებ. და ასე მგონია თითქოს ნისლშია გახვეული. სისუსტის ბრალია. ნეტავ ეგრე იყო. ამაღამ უნდა მოვიდეს? არა. დედამის გაყვა ქალაქში. მაშინ ადრე დავიძინოთ. მაგდალენა. ჩაძინებია. როგორ გნელა. ხო, ორდაფისი არაფერი მოჩანს. კარგი ღამეა ფუღდებისათვის. იცი? გვიცი? შუა თამაში დგას. და ესეთი ფეთრია, ისეთი უდარმაზარი თელთავას აქვს. მოჩვენებას გავს. საკი მოჭისოდენა ვარსკვლავებით ამოჭი. იმდენ ხანს უყურა ვარსკვლავებს, რომ კინაღამ კისერი მოიგრიფა. შენ რა? არ გიყვარს ვარსკვლავები? რაც ჭერზე მოხდება არ მაინტერესებს. ჩემთვის ისიც საკმარისია, რაც ოთახებში ხდება. რა თქმა უნდა, შენთვის მხოლოდ ეგ არის საინტერესო. შენ ერთი გაინტერესებს, ამას მეორე. საკამათო არაფერია.
მშვიდობისა. ღამე მშვიდობისა. შენ რა? ძინე? ხო. პეპე დღეს არ მოვა. დედა, როცა ვარსკვლავი ვარდება ანელვა ხოლმე. რატომ აბողე წმინდა ბარბარე კურთხეულო წმინდა წყლის ნაპყურებაზე ესე შეამაღლებულო? ძველად შვილო ბევრი რამ იცოდნენ, რაც ახლა უკვე აღარ ვიცით. არც მინდა რომ ვიცოდე. მე კი მინდა. ეს ჩვენ არ გეხება. რამ შვენიერი ღამეა. მთელი ღამე ვიჯდებოდი აქ. ცივნიახს. ძადი დაწექი. ძილის დროა. ღამე მშვიდობისა. ღამე მშვიდობისა. მაგდალენა. მაგდალენა სიზმრებს ხედა. მაგდალენა. ძადი დაწექი. დავი დამანები. ძადი. ძილის დროა, დაწექი. აღარ მოგასვენებე. ანგუსტიას დღეს საქმო რატომ არ მოუვიდა? ქალაქში წავიდა. ღამე მშვიდობისა. სიჩუმეში ვისვენებ და უყურებ, კიდევ რა არ არის ჩემ სახლში რიგზე. მოდი ამაზე ლაპარაკი თავი დავანებ. ჩემ სახლში ნაბიჯს ვერ გადადგამს ჩემი ნებართვის გარეშე. შენი ქალიშვილები გაუნძრევლად ცხედან, მაგრამ არ შენ და არც სხვა მარიცის რა ხდება მათ. ჩემი შვილები მშვიდად სუნთქავენ. დედა შენ უნდა უთვალთვალ. ჩემი საქმეა სადილის მომზადება და სახლის დალაგება. რა წყნარი გახდა. ხო? ჩემ საქმეს ვაკეთებ და მშვიდად ვცხოვრ. უბრალოდ არაფერი გაქვს სათქმელი. ჩვენ სიატაკზე ბალახი რომ ამოდიოდეს, წყლის ფარას მორეკავდი. მე შენი საქმეების შესახებ შენზე მეტი ვიცი. და ხმას არ ვიცი. კიდევ ხომ არ შეხვედრია შენი შვილი პეპეს დილის 4 საათზე. კიდევ გიამბო ვინმემ რაიმე საშინელი აი ამ სახლის შესახებ. არაფერია სათქმელი და იმიტომ ბერნარდა. ნუ რავის ნუ მიენდობი. მე ჩემ თავს ველდობი. ჭურჭელი უკვე დავრეცხი. კიდევ გნებავთ რა? არაფერი. დავიძინებ. რომელ საათზე გაგაღვიძო? ნუ გამაღვიძე. ამაღამ მშვიდად ვიძინებ. ძად ხარმა სახეში რომ არ მოგიბეროს ჯობია ზურგი მიუშვირო. თვალებს განგები ხვევს რომ არაფერი დაინახო. რა ქნა? მინდოდა უბედურება ამეცდინა, მაგრამ შემაშინეს. ამ სახლში ვითომ სიწყნარია ყოველ ოთახში ქარიშხალი ტრიალებს, როგორც კი ეს ქარიშხალი გარეთ ამოვარდება, ყველას შავი დღე დაგვადგება. მეც არაფერს არ ვიტყვი. ბერნარდას გონია ყველაზე ძლიერია.
ის კი არ ესმის. ამ სახლში ბევრი დედაკაცია, ყველა უქმრო და კაცი კი ერთია. არა. მარტო ბოშა პეპი არ არის დამნაშავე, თუმცა სიმართლე რომ ითქვას, შარშა მთელი წელიწადი ათელად თვალი ვერ მოწყვიტა. ესეც გიждდებოდა მისთვის. ახლა მაინც ყნარად უნდა იყოს. არ უნდა გამოეკიდოს. კაცი მაინც კაცია. კაცი ამბობენ, ხშირად ელაპარაკება. აქ კიდევ ბევრი რამ მოხდება. უბედურება არ დატრიალდეს. ნეტავ ზღვის გაღმა წამიყვანა და არაფერი გამაგებინა ამ ბოროტ სახლს. იქნება არაფერიც არ მოხდეს. ბერნარდა ქორწილს აჩქარებს. ადელა რასაც უნდა იმას იზავს, თუმცა დები თვალს არ აშორებდა. მარტირიოთ. ყველაზე მეტად. აი ხედავს რომ ბოშა მაგის შესაფერი არ არის და ბოღმისაგან ლამის მიწა დახრა. ღვარძლიანები. ღვარძლიანები კი არა. უკაცო ქალები არის. ეს ისეთი საქმეა. საკუთარი დედა დაგავიწყდა. გამოხდა. ძაღლები ყავ. ალბათ ვინმე მჭიშკარი შემოავა. ჯერ არ დაწოლხარ? არა. წყურია. მე მეგონა გეძინა. ხო, წყურულმა გამომახვიჭა. თქვენ რატომ აწვევთ? ეხლა ვერ აწვევთ. წამოდი. დავიმსახურეთ დასვენებ. ეს დღის განმავლობაში დაჯდომას არ მაქვს. ლამპაი. ძაღლები დაგხდნენ ყეთით. ახარ მოგვასვენებ. ბატა ჩემო გოგონა ზღვის თბილქვიშაში ტყბილად იძინე გაწევთ ბილდე დედი კორსუჩის ბერნარდა წაგავს აფთარ და მაგდალენა არის გიენა ჩუბა იეროთ ნება Ciscar gautzbet, kaleshurot, Ciscarash, Moashura, Bernardata, Kosaftas, da Magdalena Ardiena. Чем батка, чем гогона. დებო შემინახა კარს ხომ გამიღებ აქ საიდან გაჩვი შემინახარ მეზექცნო შემარტილიო ხარ სახით სწორედ მარტილიოს გავხარ მარტილიო შვილი როდის უნდა გააჩინო აი მე ეს ბატკანი გავაჩინე სადიპოვე ბატკანი თან არ ვიცი რომ ეგ ბატკანია მაგრამ რატომ არ შეიძლება რომ ბატკანი ჩემი შვილი იყოს ჯობს ბატკანი შოვო ვიდრე არაფერი ბერნარდა წააგავს აფთარ და მაგდალენა გიენ ნუ ყვირი მართალი მე საჭირო არა ხოდა ნუ ყვირი აქ ისე ბნელა შენ გონია რადგან ჭაღარად მამაქვს არ შემიძლია შვილი ვშობო შემიძლია ბავშვი და კიდევ ბავშვი და იმ ბავშვსაც სხვა ბავშვი ეყოლება ისიც კიდევ სხვა ბავშვს და ჩვენ ვიქნებით
ტალღებივით. აი, ერთი ტალღა, მეორე ტალღა, მესამე ტალღა. მე ყველანი ერთად დავსხდებით და ყველას თეთრი თმა გვექნება ზღვის ქაფი. აქ რატომ არ არის ზღვის ქაფი? რატომ არის აქ ყველაფერი? ძადებით მოსი. მარა ბებო, გაჩუნდი. როცა ჩემმა მეზობელმა შვილი შობა, მე მასთან შოკოლადი მიმქონდა, ხო? ახლა მივშობე. ახლა იმას მქონდა შოკოლადი ჩემთან და ასე იყო ყოველთვის. შენს გექნება ჭაღარა თმა, მაგრამ მეზობლები არ მოვლენ შენთან. მე ქუჩაში უნდა წავიდე, ქუჩაში. მე შინიან ძაღლები მიკვედი. ხომ გამაცილეთ ქუჩაში, გამაცილეთ. სახლები მინდა დავინახო, როგორც ყოველი სახლის კარი. ღია უნდა იყოს, ღია. და დიასახლის კბილად ეძინოს აი პატარა ბავშვებთან ერთად. სახლის პატრონი კი დირეზე უნდა იჭდეს და ისვენებდეს. მოშად ბებე, დევკაცია. თქვენ ყველანი შეყვარებული ხართ. მაგრამ ის თქვენ ყველა შეგჭამთ. გააჩვენეთ, რადგან თქვენ გაჩვენეთ ხორბლის მარცვლები ხართ. მარცვლები თუ არა, სველი, გაწუწული ქათმები ხართ. ბებო, ეხლა დავი. და დაიძინე. დაიძინე. დავი. კაცხომ გამიგდა. კაცხომ უკვე დავი. გამიგე რა. მარტილიო გამიგე. გამიგე. ჩემო ბატკა. ჩემო გოგონა. ზღვის თვითკუშაში იძინე. გაწევდი. დედიკო. Adela. Shedra, aktina. წესიერი ქალი იმ კაცს არ მიეკარება. როგორ არ მიეკარებოდი რომ შეგეძლოს? ის კაცი უსულგულოა. მე ამ სახლში გამიცადე სიკვდილი. და სუფთა ჰერზე მინდა გამოვიდე, რათა ის არ იყო, რაც მე მერგება. შენთვის არ მოსულა ამ სახლში, სხვის დასაყანად მოვიდა. ხო, ფულისათვის მოვიდა. აი შენ გზაზე გადაეყობე. დიდი ხანია თვალები დააწყდა, ჩემი ყურები. შენ ნებას არ მოგცემ, რომ ის ანგუსტიას დაართვა. მარტილიო, ჩემზე უკეთ შენ იცი, რომ არ უყვარს. ხო, ვიცი. იცი, იმიტომ რომ შენი თვალებს ნახე, როგორ უყვარს. ხო, ნახე. მას უყვარ, მარტილიო, გესმის უყვარს. გირჩევნია იმას მოეხვიოს, ვინც არ უყვარს. მაშინ შენ აღარ შეშფოთდეთ. თუნდაც 100 წელი ცხოვრობ მასთან. შენ არ გინდა რომ ის მე მეხვეოდეს, მე შენთვის ეს ბასრიდან გაკრას, იმიტომ რომ შენს გიყვარს. მარტილიო. ოშაბები ჩემია, მარტილიო. ჩემი და შენ ვიწყობი. მე არა ჩემი და შენ ქალი ხარ, ქალი ჩემი მეზობი. მასწავლიან დედი უნდა გიყვარდოთ. მაგრამ როგორც ჩანს ღმერთს მას უმიმატება მარტილიო.
მარტირიო ბოჟა პეპე ჩემია ჩემი ემას ამ ყველგან მეტმასები მდინარის პირას ბალახებში აჩვენე Helmas სოფელმა მომაშურდა დანებივით ბასრი თითებს და მიყურო ნაკვერ ჩხალივით მწვავენ ზერით და ყველა ვინც თავს პატიოსნებს ადამიანებს თვლის ყოველ კუთხეში შავად ვრანძღონ მე თავს ეკლიან გვირგვინს დავიდგა და უსიტყვოდ ვზიდა მძიმე ჯვარს ისევე როგორც ის ქალები ცოლიანი მამაკაცების საყვარლები რომ ხდებიან ხოლმე განა სულ ერთი არ არის შეიცავს ანგუსტიას თუ არა მე რა შემენაღლეთ მე ვიცხოვრებ ჩემთვის სულ პატარა ქოხში და ის მოვა ჩემთან როცა კი მოესურვა არა ხელი გავუშვი სად მიდიხარ ხელი გავუშვი აბა გაიარე ხელი გავუშვი მარტირიო გავუშვი მარტირიო Garbi xar. Me davigam konta. Ara visarde mochilები პეპეს გარდაძელა. ხო. მე მისი ცოლია. Წადი და თამაში უხარი რომ ყველაფერი იცი. ჯისიკარის ლომივით რიცხი და ძლიერი. თოფი. სად არის ჩემი თოფი? ყველაფერი აღარ დამაკარგა. არა. გამარჯვებული მერწე ხალაკედან ქურდო უსირცხვილო აუშვი დავიდე სადაც უნდა იქ წავიდეს სადიადელა გეხმერთები სადი წადი ეძებე Morcha, აღარ არის ბოშა პეპე. Არა ცხენს მოახდა და გაქრა რატომ თქვი აღარ არისო რატომ თქვი აღარ არის ეგონოს რომ მოკვდა შედაწყევლილო რატომ თქვი აღარ არისო შეცოლია ადელა ადელა კავე გადაჭირეთ და ჩავიღეთ ჩემი ქალი უმანკო მოკვდა შუმად თეთრად შემოსეთ როგორც კალწული გადენებისას ყველა ეკლესიაში ზარებ მარეხო ჩუმად
თქვენი ცრემლები არ უნდა ინახო. წუხარების ზღვამ უნდა გშთანთქოს. ბერნარდა ალბას უმცროსი ქალი. მანგო მოგდა. სიჩუმე. სიჩუმე.